სტუმართან ერთად განვაგრძობთ ეთერს შევაფასებთ მიმდინარე კვირას და პოლიტიკურ მოვლენებს. მაკაბო ჭორიშვილს მივესალმები, საგარეო საქმეთა მინისტრს და პრინციპში საუბარი უნდა დავიწყოთ ყველაზე აქტუალური ამბით, ოვალურ კაბინეტში მომხდარი ამბით, როგორც დიპლომატმა რა დაინახეთ? საღამოშვიდობის, მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. მნიშვნელოვან ეტაპზე გადავიდა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი და კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებული პრეზიდენტ ტრამპის განცხადებები და საინტერესო განვითარებებს ვადევნებთ ჩვენ თვალს, რაც სხვადასხვანაირად შეიძლება განვითარდეს. ერთის მხრივ მნიშვნელოვანია, რომ შენარჩუნდეს, ყველა ამბობს ამას, რომ შენარჩუნდეს დასავლეთის პოზიციონირება უკრაინასთან მიმართებაში, თუმცა მეორეს მხრივ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ჩვენ ნახეთ ძალიან განსხვავებული პოზიციები ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპის რამოდენიმე ქვეყნის და განსხვავებული პოზიციები ევროპის ქვეყნების მხრიდან, როდესაც საუბარი ეხება უკრაინაში მიმდინარე ომს და ომის დასასრულს. და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი დღე, როდესაც ფაქტიურად ეს რაღაც სად დგას, ვინ დგას მშვიდობის მხარეს, ეს კითხვის ნიშანი რეალურად დაუსვეს ზელენსკის ქმედებებს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების და გვერდით დგომის გარეშე ძალიან რთული იქნება უკრაინისთვის გააგრძელოს ის ბრძოლა, რა ბრძოლაშიდაც ის იმყოფება. აქედან გამომდინარე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციონირება უკრაინისთვის ამ შემთხვევაში და ამას ყველა კარგად ხვდება, ამას კარგად აცნობიერებენ, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი ევროპელი კოლეგების პოზიციები ცალსახად ცეცხლის შეწყვეტის მხარდამჭერია. ეს ისმის ხმამაღლაც, ეს გამოიხატება ქმედებებშიც, ამას ამბობენ, რომ ცეცხლის შეწყვეტისთვის შესაძლოა არ იყოს სწორი დრო ახლა, მაგრამ ჩვენ ხედავთ იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ძალიან მტკიცედ აქვს მიზნული ის, რომ ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს, ეს არის უკრაინელი ხალხის ინტერესშიც და რა თქმა უნდა ის ყველაფერს გააკეთებს ამისათვის, რომ ამ მიზანს მიაღწიოს. ხა როგორ მოხდება ომის დასრულება, ეს უკვე რა თქმა უნდა როგორც უკრაინის პრეზიდენტის პასუხისმგებლობაა პირველ რიგში, როგორც ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტის, ასევე იმ ადამიანების, რომლებიც ერთგვარად ახალისებენ და მხარს უჭერენ საომარი მოქმედებების გაგრძელებას და მე ვფიქრობ, მომდევნო კვირების განმავლობაში საინტერესო განვითარებებს ექნება ადგილი, რაც დაკავშირებული იქნება. რაც შეიძლება შესაძლოა გულდასაწყვეტიც იყოს იმ ადამიანებისთვის, ვინც ძალიან გულმხურვალედ უჭერდა მხარს უკრაინას, ბუნებრივია მოველით უკრაინის გამარჯვებას, უკრაინის გამარჯვებას ამ ომში, თუმცა ჩვენ ხედავთ, რომ პოზიციები იცვლება მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ვინ როგორ ხედავს მხარდაჭერასთან დაკავშირებით, ალბათ უფრო სწორი იქნებოდა ვთქვათ, ვინ როგორ ხედავს უკრაინის მხარდაჭერას, ვისთვის ეს არის მეტი იარაღი და მეტი ცეცხლი და ვისთვის ეს არის მშვიდობა და სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერა და ალბათ ეს არის მნიშვნელოვანი და ეს პოზიცია ხა ჩვენც არაერთხელ დამდგარ ვართ ამ კითხვის წინაშე ჩვენი პარტნიორების მხრიდან ევროპიდან, ვის მხარეს არის საქართველო. ის რაც ჩვენთვის ცალსახა იყო, ის რაც ჩვენთვის იყო კითხვის ნიშნის გარეშე, რომ საქართველო მხარს უჭერდა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, უკრაინას, უკრაინელ ხალხს, კითხვის ნიშანს ბადებდა ის, თუ ჩვენ არ უჭერდით მხარს მაინც და მაინც ომს, ეს იყო თუ არა უკრაინის მხარდაჭერა. დღეს ეს გამიჯვნა გააკეთა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. უკრაინის მხარდაჭერა ნიშნავს მშვიდობის მხარდაჭერას და დღეს აქ არის უკვე ტოლობის ნიშანი. ასე რომ ქართული მხარის ასე ვთქვათ პოზიციონირება ამ 3 წლის განმავლობაში სრულიად თანხვედრაშია იმასთან, რაც დღეს ჩვენ გვესმის ამერიკის შეერთებული შტატები. როგორც არ უნდა გამვითარდეს მოვლენები, საქართველოს პოზიცია არის მკაფიო, არ იცვლება და ეს ასე იყო ადრე და ასეც იქნება მომავალში, მაგრამ როდესაც თქვენ ამბობთ, რომ იყო კითხვები საქართველოს პოზიციონირებასთან დაკავშირებით, რამდენად გულწრფელი იყო ეს კითხვები და საჯაროდ ამ კითხვების დასმა რა მიზანს ისახავდა, ეს ბოლო დღეების ყველაზე აქტუალური საკითხი არის, მას შემდეგ რაც სულ უფრო მეტი დეტალი ხდება ცნობილი მის თაობაზე, როგორ უბიძგებდნენ, მოუწოდებდნენ საქართველოს გადაედგა ისეთი ნაბიჯები, რაც ეგზისტენციალურ საფრთხეს შეუქმნიდა ჩვენ ქვეყანას. ხო, პარლამენტის თავმჯდომარესგან უკვე მნიშვნელოვანი დეტალები ვიცით ამ დისკუსიების თაობაზე. თქვენ როგორ შეაფასებთ ამ ინფორმაციას? ეს არის მნიშვნელოვანი და დამატებით რა შეგიძლიათ გითხრათ?
კი, ჩვენ საკმაოდ ძიმე პერიოდი გამოვიარეთ, ყველას კარგად ახსოვს ის პერიოდი, როდესაც დაიწყო რუსეთის აგრესია უკრაინაში და შემდგომ უკვე როგორ განვითარდა მოვლენები. საქართველოს რაღაცნაირად ახლა უკვე ვხედავთ, რატომაც მოექცა ეპიცენტრში. საქართველოს იყო ერთგვარად ის ქვეყანა, რომელზედაც ყველაზე მეტი განცხადება კეთდებოდა, ყველაზე მეტი აქცენტი კეთდებოდა და ამას შეიძლება რაღაც იმ წუთას ვერ ხსნიდით და ახსნა ოპოზიციის მხრიდან ქონდა ის, რომ საქართველოს არასწორ მხარეს იდგა, საქართველოს სათანადოდ არ ეხმარებოდა უკრაინას, თითქოს რაღაც დავაკელით, ჩვენი გაკეთებული და გადადგმული ნაბიჯები სადღაც იკარგებოდა და ზედაპირზე ჩანდა მხოლოდ ის, რასაც манипуляციურად, ასე ვთქვათ, ავრცელებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიცია, მათი მხარდამჭერები ქვეყნის გარეთ და ეს კოორდინაცია, რაც საქართველოსთან დაკავშირებით იყო და მიმდინარეობდა, უკავშირდებოდა პირდაპირ საქართველოს საომარ მოქმედებებში ჩართვას. ის მოთხოვნები, რა მოთხოვნებიც იდგა საქართველოს, შეიძლება იმ ემოციურ ფონზე, რა თქმა უნდა, ასე არ ფასდებოდა, მაგრამ დღეს ძალიან კარგად, ასე ვთქვათ, ცივ გონებაზე შეგვიძლია შევაფასოთ, რას ითხოვდნენ საქართველოსგან. 7 მარტის აქცია რომ გაიხსენოთ, მოთხოვნები ძალიან კარგად იყო ჩამოყალიბებული, იქ რასაც ითხოვდნენ, სანქციების დაწესებას, დახმარებას უკრაინის კონფლიქტში და ეს ყველაფერი მოდიოდა, რა თქმა უნდა, იმ ასე ვთქვათ, მოთხოვნებიდან, რომელიც კიდევ დახურულ კარს მიღმა დგებოდა ქართველი პოლიტიკოსების წინაშე. ანუ რომელ მხარეს ვდგავართ, სად არის საქართველო, რატომ არ ეხმარება უკრაინას და რაში შეიძლებოდა გამოხატულიყო უკრაინისადმი დახმარება. მე ძალიან კარგად მახსოვს ჩემი ვიზიტი სტრასბურგში. პირველი ვიზიტი იყო ომის დაწყების შემდგომ, მაშინ როდესაც მე და ჩემი კოლეგა პარლამენტიდან ვიდექით იმ აქციაზე, რომელიც უკრაინის მხარდამჭერი იყო და მხარდასაჭერად იყო ორგანიზებული და ესე ვთქვათ, გაბრაზებული და გაცეცხლებული ევროპარლამენტარი მოითხოვდა ჩვენგან პასუხს, რატომ არ უერთდება საქართველოს სანქციებს და რატომ არ აწესებს საქართველოს სანქციებს რუსეთის მიმართ და ამის ახსნის გაგონებაც კი არ სურდათ, მაშინ იმდენად აგრესიული იყო ტონი და იმდენად აგრესიული იყო და არ იყო მიმღებლობა საერთოდ იმ პოზიციებისა, რა პოზიციებსაც საქართველოს მაშინ დავაზუსტებ. ოპოზიცია დღემდე არ აღიარებს, რომ სანქციების დაწესების მოთხოვნა იყო. ისინი ამბობენ, რომ არავის არასდროს არ უთქვამს, რომ საქართველოს მომხრევი სანქციები უნდა დააწესოს რუსეთის წინააღმდეგ. მათ მოკლე მეხსიერება აქვთ, ჩვენ არ გვაქვს ასეთი მოკლე მეხსიერება. ეს ყველაფერი მათი ნათქვამია, ძალიან შეურაცხყოფელი სიტყვებითაც მოგვიხსენიებდნენ ჩვენ, მოიხსენიებდნენ ყველას, ვინც ამ პასუხისგებლობას ატარებდა ხელისუფლების მხრიდან, რომ ჩვენს ქვეყანას არ შექმნოდა უსაფრთხოების ეგზისტენციალური გამოწვევა. ამაზე პასუხისგებლობას დღეს ვერ მოვთხოვდით ჩვენ ვერც ერთ ევროპარლამენტარს, ამაზე პასუხისგებლობას ვერ მოვთხოვდით ვერც ყოფილ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ვერც ყოფილ მაღალ ჩინოსნებს, ბიუროკრატები იცვლებიან ევროპის ქვეყნებში, სხვა ქვეყანაში, ამაზე პასუხისმგებელი ვიქნებოდით ჩვენ, საქართველოს ხელისუფლების ის წარმომადგენლები, რომელსაც ჰქონდა, ასე ვთქვათ, ქვეყნის დაცვის ვალდებულება და მაგრამ ერთია ეს საჯაროდ რაც ჩანდა და რასაც თქვენ აღწერთ და რაც ყველას ერთად გვახსოვს, მაგრამ რა ხდებოდა დახურულ კარს მიღმა, ეს არის ყველაზე საინტერესო, რომ ასეთ დეტალები გაიხსენოთ, იმიტომ რომ შალვა პაპუაშვილმა ზუსტად ის დეტალები გაიხსენა, რომელიც საბოლოო ჯამში თან ძალიან საინტერესო მომენტები იყო იქ აღწერილი, მათ შორის როდესაც ელჩი კარნახობდა თავის თანაშემწეს დემონსტრაციულად, რომ ეს ჩაინიშნეთ ასე შემდეგ. ასეთი ტიპის რა შეხვედრები გახსენდა? კი, იყო ძალიან ბევრი შეხვედრა, სადაც საუბარი ეხებოდა საქართველოს მხარდაჭერა როგორი უნდა ყოფილიყო უკრაინასთან მიმართებაში, ხო? ძირითადად მოთხოვნა, რა თქმა უნდა, იყო იმაზე, რომ ჩვენ უნდა გაგვეგზავნა მოხალისეები, ერთი, ჩვენ უნდა დაგვეწესებინა სანქციები და ამაზე იყო არაერთი საუბარი და
გაუგებარი იყო, ანუ არც იყო მცდელობა, რომ გაეგოთ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში თუ რატომ არ შეიძლებოდა ჩვენ დაგვეწესებინა სანქციები. შემოგვეღო სხვადასხვა შეზღუდვები, თქვენ გახსოვთ მთელი კამპანია რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით და მოთხოვნა, რომ გაკვირვებული, ასე ვთქვათ, კოლეგების სახები, როგორ არ გვაქვს ჩვენ საზღვარი დაკეტილი და როდესაც ამბობდი, რომ იცით რა, ეს საზღვარი და უვიზო მიმოსვლა გახსნილია საქართველოში ომის შემდეგ ზუსტად 1 წელიწადში და მაშინ ეს გააკეთა იმ ხელისუფლებამ, რომელიც დღეს რომლის წარმომადგენლების ქუჩაში დგანან და ითხოვენ ახლა ამ ხელისუფლებისგან გააკეთოს უკრაინაში ომის გამო ის, რაც თავად არ გაუკეთებიათ საქართველოში ომის გამო, არის ერთმანეთთან საერთოდ თანხვედრაში. შეგიძლიათ უფრო კონკრეტულად თქვათ, ვისთან გიწევდათ მსგავსი ტიპის პოლემიკა? მე პარლამენტის წევრი გახდით, ძირითადად რა თქმა უნდა ევროპარლამენტარებთან მქონდა ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია, თუ გახსოვთ ჩვენ ფაქტიურად ყოველ პლენარული სესიის დროს ვიყავით ევროპარლამენტში, ქონდა ეს კომუნიკაცია, თუმცა არ წყდებოდა კრიტიკა საქართველოსი ევროპარლამენტის მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი მცდელობები გვქონდა, რომ ჩვენს კოლეგებს გაეგოთ რატომ იყო საქართველო. მაგრამ მოხდა ესეთი რამ, ხო, საქართველო მიჩვეული იყო განსაკუთრებით ბალტიისპირეთის ქვეყნების მხრიდან მხარდაჭერას და აი ზუსტად ამ პერიოდში ჩვენი ასე ვთქვათ გულმხურვალე მხარდამჭერები იქცნენ ასეთივე გულმხურვალე კრიტიკოსებთან საქართველოსთან მიმართებაში. დღეს თუ დააკვირდით, არ ვიცი, ბალტიისპირეთის ქვეყნები არც იყვნენ წარმოდგენილი ლონდონში გამართულ სამიტზე, ესეც ალბათ რაღაცაზე მეტყველებს, მაგრამ ხო, ну ეს დამოკიდებულება განსაკუთრებით მძაფრი იყო და მე მახსოვს მაგალითად, როდესაც ზელენსკიმ სხვა შორის პარლამენტში მაშინ დებატები იყო ზუსტად უკრაინის მხარდაჭერაზე. საქართველოს პარლამენტში მაშინ ზუსტად უკრაინის მხარდამჭერი განცხადებები კეთდებოდა ჩვენი მხრიდან, ქართველი დეპუტატების მხრიდან, მაშინ როდესაც მოგვაწიეს გადაწყვეტილება ელჩის გაწვევის თაობაზე, არც ერთი ქვეყნიდან უკრაინას არ გაუწევია ელჩი, რა თქმა უნდა, მაშინ ახლაც ასეა, მაგრამ მაშინ განსაკუთრებით მთელი ყურადღება იყო უკრაინის ხელისუფლებისკენ და ერთი სიტყვაც ეს იყო ფაქტიურად ყველა მიცოდა რა ხდებოდა, მე უკვე აღარავინ აღარ კითხულობდა იმის უკან რა იდგა და რა თქმა უნდა ეს იყო დიდი ამბავი, დიდი ახალი ამბავი საქართველოდან გაიწვიეს ელჩი და მე მახსოვს ის გზავნილები, რაც მოდიოდა ჩვენი მისამართით, რომ როგორ არ გვცხვენოდა ასეთ დროს როდესაც უკრაინა იწევდა ელჩს საქართველოდან. არ გვცხვენოდა იმიტომ, რომ არა, ეს იყო ევროპარლამენტარების მხრიდან და ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებიც ძალიან ერთგვარად თავს არ აიგივებდნენ, რა თქმა უნდა, ანუ ბრაზობდნენ იმაზე, რომ ჩვენ მაგალითად ვახსენებდით გლობალურ ომის პარტიას, რომელიც ფაქტია დღეს იგივე თემაზე არის საუბარი, რომ არის რაღაც ძალა, რომელსაც სურს ომი და სურს აფინანსებს ომს და იღწვის ომისთვის, ხო? ამაზე ჩვენ დიდი ხნის წინ საუბრობდით, მაშინ ჩანდა თითქოს და არა დამაჯერებელი და რთული იყო ამის დაჯერება, თუმცა დღეს უკვე კითხვის ნიშანიც არ არსებობს, რაზე ვსაუბრობდით, რაზე გვიწევდა საუბარი, რისი შეფუთვა თუ გახსნა გვიწევდა იმისათვის, რომ ჩვენ საზოგადოებისთვის რაღაც ფორმით მიგვეწოდებინა ის ინფორმაცია, რა ინფორმაციაც საკმაოდ რთული მოსასმენი იყო. იყო ასეთი ძალიან ბევრი იყო, ბევრის გახსნება შეიძლება, იყო პირდაპირ მოწოდებები, რომ კარგი დროა აფხაზეთის და ოსეთის უკან დასაბრუნებლად, ეს პირდაპირ მოწოდება იყო ასე ვთქვათ, კონფლიქტისკენ, ცეცხლის გახსნისკენ და ასე შემდეგ. და მოხალისეების გაგზავნასთან დაკავშირებით ასე უნდა გავიხსენოთ, უკრაინის პრემიერის განცხადება სოციალურ ქსელში, მოწოდება ხალხის მიმართ დაეხმარეთ თქვენ მთავრობას მიიღოს სწორი გადაწყვეტილება. შეიძლება ითქვას, რომ ამ საჯარო განცხადებების ადრესატი იყო აღელვებული მოქალაქეც, რომელიც შეიძლება რაღაც რადიკალიზაციის პროცესებში ჩართულიყო ემოციურ ფონზე. ხო, რა თქმა უნდა, ემოციური ფონი იყო
მაღალი, ყველას ჰქონდა ეს განცდა, მით უმეტეს ჩვენ ქართველებს, ჩვენ ეს გამოვლილი გვაქვს, ჩვენ ეს ვიცით რა არის და ეს ემოციური დამოკიდებულება, რაც ჩვენ გვქონდა ბუნებრივად უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისადმი, რა თქმა უნდა, ძალიან ადვილი იყო ამ ემოციაზე თამაში. და საქართველო იყო ერთადერთი ქვეყანა ევროპაში, სადაც მთავრობის წინააღმდეგ იმართებოდა აქციები სწორედ ამ მოთხოვნებით. ერთადერთი ქვეყანა იყო, სადაც უკრაინის დახმარების თემა გამოყენებული იყო და საკმაოდ აქტიურად ამის უკან იდგნენ არასამთავრობო სექტორი, ოპოზიცია და გარე აქტორები ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლისთვის და ეს ხდებოდა მარტშიც და შემდგომ უკვე ევროკავშირით ჩანაცვლდა ეს თემა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თემამ ჩაანაცვლა უკვე რაც უკვე იქცა შემდგომ ეტაპზე იარაღად ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის. ასე რომ სხვადასხვა სახელი ერქვა იმას, რაც აგერ უკვე ბევრი წელია საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ხორციელდება. ეს არის ძალიან მიზანმიმართული კამპანია ხელისუფლების შეცვლისკენ. რატომ არ აწყობს ვიღაცას ეს ხელისუფლება, ეს უკვე დღეს ძალიან ცხადად ჩანს, რატო იყო საჭირო ეს ხელისუფლება არ ყოფილიყო ხელისუფლებაში და ყოფილიყო სხვა ხელისუფლება, რომელიც უფრო მარტივად მიიღებდა იმ გადაწყვეტილებებს, რა გადაწყვეტილებებიც საქართველოს ვერ დაიცავდა შეიარაღებული კონფლიქტისგან. ამას ალბათ დღეს აღარ ჭირდება ბევრი მარჩიელობა, ეს უკვე ფაქტია, ძალიან ბევრი განცხადებით თუ ქმედებით დადასტურებული. სამწუხარო არის ის, რომ დღეს ისევ არიან ის ძალები, რომლებიც უფრო მეტ ნაბიჯს დგამენ იმისთვის, რომ გართულდეს უკრაინაში მშვიდობისკენ გადადგმული ნაბიჯები, გართულდეს ცეცხლის შეწყვეტისკენ სვლა. სამწუხაროდ არიან ეს ძალები. მაგრამ რა პერსპექტივა აქვს მშვიდობას? ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. აი ჩვენ მონოლოგის დასაწყისში ვახსენეთ მარკო რუბიოს ციტატა და რამდენიმე საათის წინ ABC News-თან კვლავ გაიმეორა იგივე რამ, როდესაც მას ცალკეული ევროპელი კოლეგები ეუბნებოდნენ, რომ მოდით ბრძოლის კიდევ ერთი წელი მივცეთ უკრაინას და ეს ტრამპის გეგმა არ არის და ამაზე ტრამპი თანახმა არ არის, ამბობს რუბიო, მაგრამ მთავარი კითხვა არის, რა პერსპექტივა აქვს მშვიდობას კონტინენტზე? ხო, მოდით ესე შევხედოთ, რთულია თქმა, ხო, როგორი პერსპექტივა შეიძლება კონდეს ამ ყველაფერს, მაშინ, როდესაც აი რას მიცემს ერთი წელი უკრაინას, იმ პირობებში, როდესაც ხედავთ ძალიან მტკიცე ამერიკულ პოზიციას, აქ დახმარების შეწყვეტაზე არის საუბარი უკვე, რომ დახმარება შეუწყდება უკრაინას. ამ შემთხვევაში რა პერსპექტივა აქვს უკრაინას, რომ ერთი წლის თავზე უკეთესი მდგომარეობა იქნება იმისათვის, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე იყოს საუბარი და უკეთესი პოზიციებით დაჯდება მოლაპარაკებების მაგიდაზე. ან დრო ვის სასარგებლოდ მოქმედებს ამ შემთხვევაში? ეს კითხვა ალბათ რელევანტურია, რომ დასვას ყველამ, გააკეთოს ამ 3 წლის ანალიზი. მე არ მინდა შევაფასო დღევანდელი მდგომარეობა, არ მინდა არც რუსეთის და არც უკრაინის ბრძოლის ველზე. ამ ანალიზის გაკეთება მე მგონი ყველას შეუძლია და ამ ანალიზის საფუძველზე თუ კი გამოაკლდება ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება უკრაინას, გავაკეთოთ პროგნოზი, როგორი შეიძლება იყოს უკრაინის მდგომარეობა ერთი წლის თავზე და ვის უფრო კარგი სურს უკრაინისთვის, ის ვინც თქვათ დღეს ლობირებს სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას და ცეცხლის შეწყვეტას, თუ ის ვინც ამ პროცესის გადადებისკენ იბრძვის. თითოეული დღე, თითოეული წუთი და საათი ეს არის ადამიანების სიცოცხლე იმ ადამიანების, რომლებიც იხოცებიან უკრაინაში და სამწუხაროდ ეს არის მომავალი თაობა ამ ქვეყნის ახალგაზრდები, რომლებიც ეწირებიან ბრძოლას. რა თქმა უნდა, ისინი იბრძვიან თავის ქვეყნისთვის, მაგრამ ამ ყველაფერს უნდა კონდეს შედეგი უკეთესი უკრაინისთვის და თუ კი ეს პერსპექტივა დიდი კითხვის ნიშნისკენ კითხვის ნიშნის ქვეშ არის, რა თქმა უნდა, სწორი გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშანი არ გაჩნდეს ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით და ეს არის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში იმ ხელისუფლების პასუხისმგებლობა, რომელიც არის ამ ქვეყნის სათავეში. ომის გაგრძელების სურვილი გარკვეული ძალების მხრიდან ბუნებრივია, რომ გავლენას ახდენს საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესზე და სტაბილურობაზე. მით უმეტეს, რომ ესე იგი შეერთებული შტატებიდან საგარეო დახმარების შეჩერების შემდეგ
შემდეგ გააქტიურდნენ ევროპული ფონდები, აქ ჩვენ უკვე ვუამბეთ მაყურებელს ეს ცნობა ახალი პროექტის დამტკიცების თაობაზე, დახმარება სამოქალაქო სექტორისთვის. აქტიურობს ევროკავშირის ელჩი ცოტა ხნის წინ მან თქვა, რომ ის იმუშავებს, რომ კიდევ უფრო მეტი მკაცრი სანქციები და უშუალოდ გადაწყვეტილებები იყოს მიღებული საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებაში. ის აგრძელებს შეხვედრებს ახალგაზრდებთან, საუბრობს ევროინტეგრაციის საკითხებზე. ეს შეხვედრები დახურულია და ჩვენ არ ვიცით იქ ზუსტად რაზე არის საუბარი, მაგრამ ეს პროცესი მიდის. აი ამ ცდილობას თქვენ როგორ აფასებთ? საინტერესო კითხვა დაისვა დღეს რა უნდა ევროპას, რა გეგმა აქვს ევროპას და ეს კითხვა ალბათ რელევანტური იქნებოდა საქართველოსთან მიმართებაშიც. რა უნდა ევროპას და რა გეგმა აქვს ევროპას ამ ქვეყანასთან მიმართებაში. ჩვენ ბევრი, ასე ვთქვათ, კრიტიკა მივიღეთ და საკმაოდ ისეთი ზიანი მოგვაყენეს, როდესაც დავიწყეთ გამჭვირვალობაზე საუბარი, ხო? გამჭვირვალობაზე საუბარი საგარეო დახმარებების ჩვენ დავიწყეთ 2 წლის წინ, როდესაც მართლაც ძალიან დიდი სიმწვავით დადგა ჩვენს პოლიტიკური ცხოვრების დღის წესრიგში, სად იხარჯება, რამდენად ქვეყნის სასიკეთოდ იხარჯება ის თანხები, რომელსაც გვამადლიან და გვეუბნებიან, რომ ხარჯავენ ჩვენს ქვეყანაში და რამდენად ეს თანხები ხმარდება ჩვენი ქვეყნის სწორ დემოკრატიულ განვითარებას, ეკონომიკას და ჩვენი მოქალაქეების უკეთეს ცხოვრებას, ხო? ეს კითხვები ჩვენ გაგვიჩნდა და ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად გაუკეთეთ ინიცირება გამჭვირვალობის კანონს, რომელიც ერთი მცდელობით ვერა, მაგრამ მეორე მცდელობით იქნა მიღებული საქართველოს პარლამენტის მიერ უკვე 1 წლის თავზე. აქაც საქართველოს ხელისუფლების სიმართლე და ის, რომ ჩვენ ძალიან სწორად დავსვით ეს კითხვა, როდესაც დავსვით ეს კითხვა, გამოჩნდა ისევ და ისევ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ხელისუფლების მხრიდან, ასე ვთქვათ, მე ვიტყოდი სკანდალური მასალებით თუ ინფორმაციებით, რაც მოდის იმასთან დაკავშირებით თუ რა ხდებოდა დახმარებების ბიზნესში. მოდით ესე დავარქვათ. ახლა ევროკავშირი გვეუბნება, რომ ეს დახმარებების ბიზნესი თუ არ კეთდება ამერიკიდან, გაკეთდება ევროპიდან. რისთვის და რა მიზანს ემსახურება ეს? ახლა საუბარი არის ჩვენ ეს გამჭვირვალედ გვექნება, იქნება ეს გამჭვირვალე ეს პროცესი თუ არა. და გვიანონსდება, რომ იცით რა, სახელმწიფო არაფერ შუაში არ არის, მე გავაკეთებ რაღაცებს შენს ქვეყანაში, ვიმოქმედებ როგორც მინდა, ისე დავაფინანსებ ვისაც მინდა იმას, რა მიზნითაც მინდა იმ მიზნისთვის და ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ, რომ ამ ორგანიზაციების დიდი ნაწილი ხელს უწყობს ჩვენს ქვეყანაში რადიკალიზაციას. რადიკალიზაცია არ არის კარგი მოვლენა, არ არის ის მოვლენა, რომელსაც ევროპის სახელმწიფოები ხელგაშლილი მიესალმებოდნენ საკუთარ ქვეყნებში. მაშინ რატომ უნდა დაფინანსდეს ეს ყველაფერი საქართველოში? რა მიზანს ემსახურება ეს და არის თუ არა ეს კეთილი მიზნები, რაც სჭირდება ჩვენი მოქალაქეების უკეთეს ცხოვრებას ხვალ. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ კითხვებს დავსვამთ და რა თქმა უნდა, ჩვენ ეს გვექნება, ჩვენ ვერავის ვერ მივცემთ შესაძლებლობას იმისა, რომ საქართველოს უკუსვლას შეუწყოს ხელი და არა საქართველოს წინსვლას და ვერავინ ვერ დაამტკიცებს იმას, რომ საქართველო უკუსვლით გახდება ევროკავშირის წევრი და არა წინსვლით და ჩვენ გვჭირდება წინსვლა. ამ ქვეყანას სჭირდება განვითარება და თუ განვითარებისთვის ვინმე გამოგვიწვდის დახმარების ხელს, რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია და ჩვენ შეგვიძლია ერთად ვითანამშრომლოთ ამ სფეროში, ისე როგორც ნორმალურ სიტუაციაში უნდა ხდებოდეს საერთო მიზნების მიღწევად, თუ კი არსებობს საერთო მიზნები. მაგრამ თუ კი არსებობს საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო მიზნები, რა თქმა უნდა, ამაზე გვექნება რეაგირება და ეს რეაგირება უნდა გქონდეს, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ვალდებულება როგორც ხელისუფლების. იმ ფონზე, რაზეც საუბრობთ, ანუ ევრობიუროკრატიის განწყობებზე, იმ ფონზე, როდესაც კონტინენტზე მშვიდობის პერსპექტივა უკვე დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ და ჩვენ არ ვიცით როგორი იქნება მომავალი საბოლოო ჯამში. სად არის საქართველოს უსაფრთხოების გარანტიები ის რომ მშვიდობის პერიოდი გაგრძელდეს, აი როგორ წარმოგიდგენიათ? საქართველოს უსაფრთხოების გარანტიები პირველ რიგში ისევ და ისევ საქართველოს ხელისუფლების კეთილგონიერებაშია და იმ ხალხის კეთილგონიერებაშია, რომელიც დგას საქართველოს ხელისუფლების უკან და საბედნიეროდ ეს ხალხი არის ბევრი, იმაზე ბევრი, ვიდრე
საპირისპირო ბანაკში, ასე ვთქვათ და ლობირებს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველოში იყოს არასტაბილურობა და საქართველოში არასტაბილურობით საფრთხე შეექმნას ჩვენს უსაფრთხოებას. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ამ უსაფრთხოების გარანტიები არის სწორედ ხელისუფლების კეთილგონიერებაში და პასუხისმგებლობაც, რა თქმა უნდა, ხელისუფლების არის პირველ რიგში, როდესაც ქვეყნის უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ. ზოგადად თუ უფრო ფართო სურათს შევხედავთ, თუ რა ხდება რეგიონში, როგორი იქნება უსაფრთხო. დღეს კითხვის ნიშანი დგას მთლიანად ევროპის უსაფრთხოების გარანტიებზე. სად არის ევროპის უსაფრთხოების გარანტიები? არის ის ტრადიციული უსაფრთხოების ქოლგა, რომელიც შექმნილია ისევ და ისევ ვალიდური. როგორი იქნება ხვალ ეს ყველაფერი? დღეს მოვისმინეთ ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებაც, რომ ევროპის უსაფრთხოებაზე უნდა გაკეთდეს ეს დიალოგი, ეს ასე ვთქვათ, იდეები ძალიან დიდი ხანია არსებობს, რომ ევროპას თავისი უსაფრთხოების ჩარჩო უნდა ქონდეს, თავისი უსაფრთხოების მიმართულება და ეს ასე ვთქვათ, მაინც და მაინც პოპულარობით არ სარგებლობდა ხოლმე წლების განმავლობაში, როდესაც საუბარი იყო ერთგვარად ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების ქოლგის გახლეჩვაზე და ევროპული ქოლგის შექმნაზე ამერიკის შეერთებული შტატებისგან დამოუკიდებლად. თუმცა დღეს კიდევ წამოიჭრა ეს საკითხი, კიდევ ალბათ მოუწევთ ამ თემებზე საუბარი. აქ არის საინტერესო განვითარებები. ჩვენ გვქონდა საუბარი მათ შორის გასულ კვირას ვიმყოფებოდი თურქეთში და ჩემს კოლეგასთან, თურქ კოლეგასთან, როგორ ხედავენ ისინი ევროპის უსაფრთხოებას, საკმაოდ ისეთი მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევი ძალა, ასე ვთქვათ, თურქეთი ამ შემთხვევაში. თუმცა ეს არის ალბათ ძალიან გრძელვადიანი პროცესი, რომელიც უნდა გაიაროს ევროპამ და ევროპასაც უნდა ქონდეს ბოლოს და ბოლოს გარკვეული სტრატეგია, სად არის გამოწვევები და რა გამოწვევას როგორ პასუხებს და ეს პირველად არ დგას ევროპის წინაშე. ეს კითხვის ნიშანი. თუმცა აი ამ დიდ სურათში ჩვენ რა თქმა უნდა კონდეს თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან, მაგრამ ეს არის კითხვის ნიშანი, რომელიც მხოლოდ საქართველოს არ ეხება და მთლიანად ალბათ ევროპულ უსაფრთხოებას ეხება. ეხლა ასეთ რთულ ვითარებაში რა თქმა უნდა განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ურთიერთობების გამტკიცებას იმ პარტნიორებთან, ქვეყნებთან, რომლებიც პატივს სცემენ და აღიარებენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, მხარს უჭერენ სუვერენიტეტს და თქვენ ახსენეთ თურქეთში ვიზიტი და ეს უდაოდ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. შეიძლება თუ არა რომ ამ პოლიტიკის გაგრძელებად მივიჩნიოთ საქართველოს მიერ შეერთებული შტატების მიერ ინიცირებული რეზოლუციის მხარდაჭერა გაეროში გზა მშვიდობისკენ, რაც პრინციპში ზუსტად ასახავს იმ პოზიციონირებას, იმ გაცხადებულ პოლიტიკას, რომელსაც ქვეყანა ატარებს ბოლო 3 წლის განმავლობაში განსაკუთრებულად ბუნებრივია იგულისხმება მანაც. აი, რას ემსახურებოდა ეს გადაწყვეტილება? ეს იყო ჩვენი თანმიმდევრული, ასე ვთქვათ, პოლიტიკის გაგრძელება, როდესაც ინიცირებული იქნა რეზოლუცია ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. ჩვენ რა თქმა უნდა გამოვხატეთ სურვილი, რომ ამ რეზოლუციის თანასპონსორები ყოფილიყავით. გამომდინარე იქიდან, რომ რეალურად ეს არის გახმოვანება იმ პოზიციისა, რომელსაც ჩვენ 3 წელია ერთგულად და თანმიმდევრულად მივყვებით, რომ ჩვენ გვსურს მშვიდობა უკრაინაში, რეგიონში და ეს უკავშირდება მთლიანად ევროპულ უსაფრთხოებას და რა თქმა უნდა ჩვენგან არათანმიმდევრული იქნებოდა თუ კი ამ რეზოლუციას არ დაუჭერდით მხარს და წავიდოდით მის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა ამავდროულად ჩვენ დავრჩით უკრაინის რეზოლუციის თანასპონსორებიც, ასე გამოვხატეთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინასთან მიმართებაში და რა თქმა უნდა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ საერთაშორისო ნორმების ერთგულება, რომელიც არსებობს, რაზედაც დგას და უნდა იდგეს საერთაშორისო წესრიგი, მათ შორის არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი, რომელიც შეეხება ტერიტორიული მთლიანობის დაცვას და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს. აქედან გამომდინარე გასულ კვირას რაც მოხდა გაეროში, იყო თანმიმდევრული ჩვენი ქართული მხარის თანმიმდევრული პოზიციის გამოხატულება. ერთის მხრივ ჩვენ უჭერთ მხარს მშვიდობას, მხარს უჭერთ საერთაშორისო პრინციპების დაცვას და ამგვარად პრობლემების მოგვარებას და რა თქმა უნდა ჩვენ მხარს უჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და ეს იყო ჩვენი ასე ვთქვათ განაცხადი იმ ნაბიჯებით, რაც გადაიდგა ქართული დელეგაციის მხრიდან გაეროში გასულ კვირას. მადლობა. მადლობას გიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი იყო ჩვენი სტუმარი.